მართლა დაგლოცოთ დიდი სიყვარული გლოსავ. Გავძლიერდით კიდევ სულ ენერგიას ამბობ, მაგრამ ეს წვენაში გაძლიერება ყოველთვის ლეიტმოტივად უნდა გაზრდებდეს ჩვენ ცხოვრებას. სულ ამას ვამბობ და არ მომბეზდო. გავძლიერდით წვენაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმედში და სიყვარულში. რომ წვენიდან გამოდის ეს ყველაფერი, ხო? ან წვენიდან რომ გამოდის, ამიტომ ჩვენი წვენა ეს წვენაში გაძლიერება ჩვენ გზას გვიხსნის. იმიტომ რომ ჩვენი წვენა არის უბრალოდ ეს არის წვენა, რომელიც აცხოვნებს ადამიანს, ანუ მაცხოვნებელი წვენაა, თივ გამოცხადებული წვენა, მართლაც სარწმუნოება, ეს არის თივ გამოცხადებული სარწმუნოება, რომელიც ქრისტიანობა და მართლაც სარწმუნოება, ხო? ესა თივ გამოცხადებული, გაუმრუდებელი, თისაგან მოცემული უნიკალური ჩვენთვის სწავლება, რომელსაც ადამიანის ცხოვრების გადარჩენის, ანუ სულიერი გადარჩენის, სამოთხეში მოხვედრის, უფალთან ყოფნის, აქაც სხვათა შორის მიზეზიც უფალთან ყოფნის, აქაც მაინც ზეცაში კი არ უნდა იყოს, აქაც არის ადამიანი უფალთან. ეკლესიაში და ზიარება, უფალთან არის, აბა სიცოცხლის საფორცრო იყოს, ხო? უფალთან და უფალი არის მასში. ანუ ორქრივი მოძრაობა სულ ამასო სიყვარული. მერტი შენსკენ მოდის, სულ შენსკენა. შენს ღვთისაგანები რაღაცა მადლიერება უნდა გამოხატო, ხო? აი ფისამდე, რომ რაღაცა გამოხატო და აქ არაფერი გაზვიადებული არ არის. შენ რა თქმა უნდა უფალს კი არაფერი ჭირდება შენგან. ყველაფერი აქვს მერტს. ჩვენ ჭირდება მისი წყალობა, თორე ერთადერთი უხარია უფალს, რომ ზეციურ მამას შენს საპასუხო სიყვარულს გამოხატავ. დანარჩენი ამიტომ ჩვენი სული, გული, ჩვენი სამშვილდე სული, ჩვენი სული სამშვილდე სხეული, თლიანად უფალში უნდა იყოს. გონება ჩვენი ყოველთვის უნდა იყოს ღმერთში, იესოს ლოცვით. აი დღეს ძალიან უჭირს გვერდს, აქვს ნეგატიური აზრები, შემოტევები, ნეგატიური პრესი, რომელიც მოდის და სულ გვიშლის ხალხს. ძალიან ცუდი გავლენებია. ისეთი მე ხა ამას მიზეზები ძალიან ბევრი აქვს, დიდი თემა ლექცია გამოვეხავ ამას თემას დავისხოთ, ახლა ამაზე არის დადებული ჩემი ისინი სოციალოგიასთან. უბრალოდ ეს იმდენად დიდი თემაა, რომ ამაში ვარ ნეგატივში, მაგრამ აი ეს სხივი უფლისგან მოვლენებული სხივი, ქრისტეს სხივი, ქრისტეს ნათელი, გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი გონება და გული ღმერთში იყოს. ისე ვერაფერი ვერ გვეშველება ჩვენ. და ღვთისმშობლის მადლით, რა თქმა უნდა, სულ ღვთისმშობელს აქვს უდიდესი ქრისტეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ საამბო და მეორე ჰიპოსტას ყოველდღიურ საამბოს ქრისტეს, მაგრამ ყოველდღიურ ღვთისმშობელს აქვს საოცარი ძალა. ეს არის აი რაღაცა მართლაც საოცარი მეორე სამჯაროს არ დაექვემდებარება ღვთისმშობელი, ხო, საშუალო სამჯაროს არ დაექვემდებარება. ღვთისმშობელი არის ის პირიქით, ვინც შეეწევა და მეოხი იქნება ადამიანის სულებისათვის, ადამიანის მეოხი. ანუ ღვთისმშობელს აქვს ესეთ საოცარი ძალა, რომ მას შეუძლია ადამიანის ასციოს, აი ეს ყველა წუმპე ამოიყვანოს, რაც საზღარი მდგომარეობიდან, გაუბედურებული მდგომარეობიდან ამოიყვანოს ეს ძალა შესწევს მას და გამოგლიჯოს აი ამ დემონურ ძალებს ხელიდან. ამის უამრავი შემთხვევებია, კიდე აღარ მოყვები ლექციას ვარ დაერწყებს. უამრავი ბატერიკები და აი პირდაპირ აი როგორც ითქვია, კლანჭებში, ბოროტის კლანჭებში ჩავარდნილ დემონურ არსებ ცაცოდაო ადამიანის სულს, რომელიც ბრალიც იყო სხვათა შორის. ძალით არავინ არ ვისაცვლია. რომლის ბრალიც იყო ესეთი რომ თვითონ დააშავეს და იმიტომ მოხვდნენ იმ კლანჭებშიც. არავინ ძალით არავის არ ესხმის თავს. ქრისტეს მერე ძალადობა ადამიანის სულზე დახურული იქნება. შენ გადახრის, გაცდუნებს, მაგრამ შენ თავისუფალი არჩევანის ნება გაქვს და არ გძალადობს. ქრისტეს განთავისუფლება ცოდნის წყევლისა და სიკვდილისაგანაც განთავისუფლება ადამიანი. ამიტომ ისევ იმ ადამიანის ბრალის გამო, იმ სულების, რომლებიც მოხვდნენ, მაგრამ მათი ღაღადება და მათთვის ლოცვა შეისმინა ღვთისმშობელმა და გამოგლიჯა, აი პირდაპირ აღარ მოყვე ბევრი შემთხვევები. აი ჯოჯოხეთიდან ამოყვანილი უკვე აქ მიწაზე რომ ჯოჯოხეთშია, იქამდე უკვე აქ არის ჯოჯოხეთში, აი ესეთი ხალხი გამოგლეჯილი ყავს დემონური მდგომარეობიდან პირდაპირ აი ღვთისმშობელს და გადარჩენილი ყავს სულიერასა და ხორციელას მერე ჟანგრძელი იყვნენ და იცოცხლეს და გონებაზე რომ მოვიდნენ, მე მთელი ცხოვრება შეაჩერეს ღვთის დიდებას და სწორ გზაზე სიარულს და მიხვდნენ გამოსწორებას იმ შესწავლების, გააცნობიერებს მაინც. ეს უკვე კარგია, თუ დარჩა ადამიანი იგივე მდგომარეობაში რა არის მაშინ. უკეთესი რომ გახდეს იმასე გადავიდნენ იმ ტალღაზე და იმ ასე ვთქვათ გზაზე, ღვთის გზაზე გადავიდნენ. გააცნობიერეს რომ მოხდა ეს და თუდად რა იყვნენ და საშინელ მდგომარეობაში. ეს მათივე ბრალი იყო.
და არ უნდა ამიტომ არ უნდა ეთამაშო ცეცხლს რა საშიშია ესეც დიდი თემაა ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოკლედ თქვა მაგრამ სიმწვავე სამისა მოკლედ ნათქვამში უფრო აღიქვამს საერთაშორის მდუმარებითაც ბევრ რამეს იტყვი ადამიანი ბრძენი დუმს და ძალიან ბევრი ლაპარაკის კიდევ ანადგურებს აზრს ამიტომ თქვენთვის ნათქვამი მორწმუნეა ნათელი გონების გულშემატკივარი გულწრფელი კეთილმორწმუნე ადამიანებისადმი ნათქვამი ნახევარი სიტყვითაც ნახევარი ფრაზითაც გაიგება და შეიწირება და შეიმეცნება და უკვე ხვდება და განიცდება არ არის დამარცვლა მაინდამაინც და მარტივ მომრავლებად გააღებირი და იმითი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ეს მიიღე და ეს დილის უზმოზე და საღამოს დილის წინ მიიღე არ უნდა ესე ჭამე მიიღე მზად არის ყველაფერი საჭმელი მოცემულია მოვედი და ისადილენით ქრისტემ თქვა ყველაფერი მოცემული მთელი ამ სწავლების მონოლითია მოცემული მიიღე ხშია სულიერად წყურია ქრისტესთან მოდი დანაყრდები წყურულსაც მოიკლავ აი სხვაგან თუ წახვალ პირში ჩალა გამოულებული აღმოჩნდები ისევ თითქოს ილუზია შეგექმნება ესეც დიდი თემა აღარ ჩამოვთვლი იმიტაცია შეგექმნება რაღაცა ვითომ დროებით ტრანკვილიზაცია მიიღე რაღაც და ეიფორიაში ჩავარდი მაგრამ ეს ილუზია ისე უცებ განხარდება და გავა რაღაცა ცირე დისტანციაზე ცირე ინტერვალზე მუშაობს წყალებში მუშაობს ისიც როს ბოროტება გონია გაიმარჯვა ბოროტება ნახე აი მორალს ჩარჩოებს გადააბიჯა მოიხსნა საერთოდ ადამიანურობა და მაგარ გაუვიდა და წავიდა წინ და წყალებში წინ ხო სინამდვილეში წინ წავიდა და გავიდა რა ფინალში ეს დროებით გონია შენ იმიტომ რომ შენ თავდაბოლოს ვერ ხედავ ცირე ინტერვალით აღიქვა აბა გადახედე ცოტა იქით გახედე წიგნის ორი გვერდის იქით გაიხედე მე რა არის რა ელის და რა იქნება ჯობი არ ჩაიხედო და იქ აღარ მუშაობს ეს ამიტომ გაგზელება ხოლმე წინადადების ამ მათი ცხოვრების წინადადების გაგზელება ძიმის მერე ძალიან სხვანაირია ბილადური ხარ მინდა ეს გისურვოთ რომ ეს გზა ხსნილია არავის არაფერი არ დაუგეთია არანაირი გზა ამიტომ მოვიქცეთ უფრო ღვთისაებრად სული საცხოვრებლად მეტი სიყვარულში გაძლიერება მეტი ასე ვთქვათ ერთმანეთისადმი ყურადღება უკვე აღვიქოთ კანდიდატები იმისა რომ სასუფეველში მოხვდეთ აქ უნდა იყოს ადამიანი აქ ეყრება სასუფეველს აქ ვინც ცდილობს აქ არის ღმერთში არ უნდა იყოს ბოღმა არ უნდა იყოს აუმეხსიერებიანი არ უნდა იყოს ასე ვთქვათ იცით ეს ყველაფერი არ უნდა იყოს რაღაცა ესეთი გაუცხოებული სულიერად ცივი რა ვიცი არ უნდა ვთქვათ კიდევ სულიერად დისტანცირებული ღვთისაგან და ყოველგან არის ყოველსა ვეღაც სხვა ამბობთ კიდევ ქრისტე არ ჩვენ შორის და პასუხობთ არც დაიყოს ხო ამას რო ამბობთ ამით გონებითაც ვწდებით ამას მაგრამ გულით უნდა იგრძნო ეს ჭეშმარიტება ეს არის ის ჭეშმარიტება რომელიც ხოლმე პრაქტიკულად განიცდება აი ეს კანონია რომელიც პრაქტიკულად განიცდება აი ეს არის საოცარი შინაგანი ადამიანის შინაგანი კანონი შინაგან ჩაწვდეს ადამიანი ამას შინაგანად ჩაწვდეს ინტუიციურად გაქვთობილი ინტელექტით უნდა ჩაწვდეს ამას რა არის ქრისტე არ ჩვენ შორის ამას უნდა ჩაწვდეს და შეესისხოს ეს სულიერ ცხოვრებაში შეესისხოს ამის არსი და აზრი და ამას მიაბას უნდა ყველაფერი აზრით სიტყვა და საქმეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვის კურთხევი და წამს ღმერთის და მჯერა ადამიანის იმაში რაც ღმერთს არ მაშორებს იმაში რაც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს ვინა გარდამოსვლა გამოცხადებს რაც არ ეწინააღმდეგება ყველაფერში მჯერა მათ კი არა ადამიანის კი არ მწამს და ღმერთს კი არ მჯერა ღმერთის მწამს და ადამიანის მჯერა უნდა აი იმაში რაც არის სარწმუნოებრივი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო და არა რაღაცა სხვა რაღაცაში ამიტომ აი ესე გავაკეთოთ და ეს სულიერი ჩვენი გზა უფრო გახდება წრფელი და უფრო გახდება სულმუქი მოვინანოთ ყველა ცუდა ისევ იმას უბრუნდები გავძლიერებთ წმენაში ისევ იგივეს ვამბობ და იქნება ყველაფერი ისე როგორც ღვთის ნება და ამიტომ ვამბობ ხო იყავ ნებაშენი ვისაც სათაშინე ეგეც ქვეყანასაც ზედა მადრიმის ჩვენსა იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ მიყვარხართ ლოცვა